მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და ტრადიციისამებრ მოდით ვნახოთ, რა გველოდება მომდევნო 1 თვის განმავლობაში, ანუ აგვისტოს თვეში. Ახლავე დავარიგებ ვარიანტებს. პირადი კონსულტაციის მსურველებმა, რა თქმა უნდა, მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა გელოდებათ, რას მოგიტანთ აგვისტოს თვე. რა ელოდება პირველ ვარიანტს აგვისტოში და რა ელოდება მეორე ვარიანტს. ქვებსაც ახლავე დავარიგებ, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით, თუ გსურთ მინერალებით, თუ გსურთ არკანების მეშვეობით, რომელიც მეტად გეძახით. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი და მოდით დავიწყოთ, ხო? ვნახოთ, ასევე ვნახავთ მესიჯებსაც სამყაროსგან მომდევნო 1 თვეზე და პირველი ვარიანტის სიგნიფიკატორი აქ ამოვიდა არკანი კვერთხების 6-იანი. ეს არის კონკრეტულ სიტუაციაზე, კონკრეტულ ვითარებაზე გამარჯვება, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. და პირველ რიგში თუ თქვენს რეალობაში ახლა არის რაღაც კონკრეტული დილემა, რაღაც კონკრეტული სირთულე, პრობლემა, მithuetes თუ ეს ეხება რაღაც ჯანმრთელობას, კუნთებს, განსაკუთრებით ან ძვალსახსროვან სისტემას, ან ფინანსებსა და კარიერას, მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება აგვისტოს თვეში. აუცილებლად და თქვენ ამ სიტუაციაზე აუცილებლად გაიმარჯვებთ. ეს არის გამარჯვების ენერგია. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა ელოდება პირველ ვარიანტს აგვისტოს თვეში, რას მოგიტანთ აგვისტოს თვე. პირველ ვარიანტს არკანი მზე, არკანი თასების 8-იანი, კვერთხების 3-იანი, ჩამოკიდებული კაცი, პენტაკლების 6-იანი. მეგობრებო, ძალიან საინტერესო თვე გელოდებათ ნამდვილად ყველანაირი გაზვიადების გარეშე და პირველ რიგში საინტერესო იქნება რა კუთხით? მატერიალური, ფინანსური ასპექტებით. რა არის მატერიალური ასპექტები? მატერიალური არის აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც შეგვიძლია რომ შევეხოთ. ეს არის ჩვენი ფინანსები, კარიერა, ქონება, ფული, ხო? მატერიალური მდგომარეობა, რა თქმა უნდა და ცხადია, ასევე ჯანმრთელობას თქვენ წარმოიდგინეთ. და შეხედეთ, აქ იქნება კონკრეტული სიტუაციის მოგვარება, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, პირველი არკანიდან გამომდინარე, მაგრამ ასევე რაც არ უნდა იყოს თქვენს რეალობაში, თქვენკენ მოდის რაღაც ახალი ფინანსურ მატერიალური კეთილდღეობა. მეტი ფინანსური სტაბილურობა, მეტი ფინანსური სიმყარე, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ იგრძნობთ აუცილებლად თქვენ სიმყარეს. იგრძნობთ იმას, რომ თქვენი ფინანსური შედეგები, თქვენი ფინანსური ენერგია არის და დგას მყარად და არის სტაბილური. ხვდებით, ხო? თანაც აქ ბევრი უფროსი არკანი ამოვიდა, უბრალოდ დავამატებდი იმას, რომ სწორად უნდა გაანაწილოთ აუცილებლად თქვენი ფინანსური ენერგიები, იმიტომ რომ თუ თქვენ მათ არასწორად გაუფრთხილდებით, მაგალითად, გასცემთ არასწორი ადამიანებისთვის, პარაზიტებისთვის, ბოროტი ადამიანებისთვის, ენერგეტიკული ქურდებისთვის, გასცემთ სესხებს და ასე შემდეგ. ძალიან დიდი შანსია პირიქით უკან წავიდეს თქვენი ფინანსური ენერგია და დაიმახსოვრეთ აუცილებლად ეგ. პირველ რიგში არავითარ შემთხვევაში არ სესხულობთ, შეძლების დაგვარად ჩვენ თავადაც არ ვიღებთ არავითარ შემთხვევაში სესხს. მეცაც დავამატებ, უმჯობესია რომ სესხებთან და მსგავს რაღაცეებთან რაღაც ოდნავი გვერდითი კავშირიც კი არ გქონდეთ და ასევე დავამატებდი იმას, რომ ახლა შეიძლება გაგიჩნდეთ ლოგიკური შეკითხვა, ვიქტორია, როგორ მივხვდე ადამიანი ენერგეტიკული ქურდი რომ არის, პარაზიტი რომ არის, ძალიან ჩვეულებრივ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ ამას ყოველთვის ხვდებით ინტუიციის დონეზე მაინც. ყოველთვის ხვდებით. უბრალოდ ძალიან გვიყვარს ამაზე თვალების დახუჭვა. თუ თქვენ ხვდებით, რომ ადამიანი ძალიან ბევრ ენერგიას გძალავთ, მუდმივად მასესხე, მომეციზე არის, რა თქმა უნდა, ეს არის ენერგეტიკული ქურდი.
და რა თქმა უნდა თქვენ მას არავითარ შემთხვევაში არ აძლევთ ფინანსურ ენერგიას. ასევე მე ვხედავ რაღაც კონკრეტულ ახალ გზას, რა თქმა უნდა ეს ახალი გზა ბევრი თქვენგანისთვის შეიძლება იყოს მეტაფორული, მაგრამ უმეტესობასთან რეზონირდება როგორც პირდაპირი გაგებით რაღაც ახალი გზა. ეს იქნება ერთი ადგილიდან მეორეში, ან გადასვლა, ან უბრალოდ პატარა მოგზაურობა. პრინციპში ეს ძალიან ლოგიკური არის, იმიტომ რომ აგვისტოში თითქმის ყველა მოგზაურობს ხოლმე, თითქმის ყველას შვებულება აქვს ხოლმე და ნახეთ, ეს მოგზაურობა თქვენში გააღვიძებს რაღაც თქვენს ახალ ძალას. თქვენში გააღვიძებს რაღაც ახალ სიმძლავრეს. თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენ ხართ ძალიან საინტერესო და სასურველი პიროვნება და ზოგადად ახალი შთაბეჭდილებებით და ახალი ემოციებით აღგავსებთ. ამასთან ერთად კი თქვენს მსოფლმხედველობას ლამის 180 გრადუსით გადაატრიალებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკითხებს სრულიად სხვა თვალით შეხედავთ. მოდით ახლა ვნახოთ აგვისტოს თვის მესიჯი სამყაროსგან, უბრალოდ ვიგრძენი რომ უნდა დამებრუნებინა დასტაში. რა მესიჯი აქვს სამყაროს აგვისტოს თვეზე პირველი ვარიანტისათვის? სავსე მთვარეობა. მანიფესტაციები, მეგობრებო. მეტად კონცენტრირდით თქვენს საკუთარ სურვილებზე, რა თქმა უნდა, სურვილი ყოველთვის უნდა იყოს გულურწფელი, გულახდილი და გავშვით ეს თქვენი სურვილები სამყაროში, მით უმეტეს სავსე მთვარეობისას. სავსე მთვარეობა, როდესაც იქნება. და როგორ უნდა გააკეთოთ ეს? მეგობრებო, მანიფესტაციებს აქვს თავისი კონკრეტული წესები, მაგრამ მაქსიმალურად მოკლედ და გასაგებად ვიტყვი, რომ უბრალოდ თქვით არა ისე, თითქოს ეს უკვე გააქვთ ან რაღაც მსგავსი, არა. თქვით ისე, რომ იზიდავთ. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ ფულის მოზიდვა, დავუშვათ ხო, თუ გსურთ მეტი ფული, ამბობთ იმას კი არა, რომ მე ვარ მდიდარი, ან მე ვუყურებ იმას, თუ როგორ მდიდრდები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის სისულელე. მაშინ კი ბატონო უყურეთ სხვები როგორ მდიდრდებიან, ხო? ან თუ თქვენ ამბობთ, რომ აი მე მინდა ვიყო მილიონერი და ასე შემდეგ, ვისატყვევთ, ხო? ამიტომაც მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი რამ, რომ უბრალოდ მოიზიდოთ. მე ვიზიდავ ფინანსურ კეთილდღეობას და ასე შემდეგ. თქვენი სიტყვებითაც შეგიძლიათ თქვათ, ხო? იმიტომ რომ მოზიდვა შეიძლება მაშინაც კი, როდესაც გაქვს და მაშინაც, როდესაც არ გაქვს. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა. მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება? აბა ვნახოთ და თქვენთან აქ ამოვიდა არკანი განდეგილი. ეს გახლავთ უფროსი არკანი და მეტყველებს იმის შესახებ, რომ აგვისტოს თვე თქვენთვის იქნება საკუთარი თავის შესწავლის, საკუთარი თავის გაანალიზების თვე, ისეთი პერიოდი, სადაც თქვენ აუცილებლად უნდა ჩაიხედოთ საკუთარ ემოციებში, სადაც ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის იყოს ადამიანი საკუთარ თავთან გულურწფელი, მაგრამ აგვისტოს თვეში ეს თქვენთვის ორმაგად და სამმაგად კი არა, რასაც ქვია 10 მაგად უფრო მნიშვნელოვანი იქნება. გარდა ამისა, მე თქვენ გირჩევდით იმას, რომ თქვენი ემოციები და თქვენი ფიქრები ჩაიწეროთ ხოლმე აგვისტოს თვეში განსაკუთრებით, იმიტომ რომ დაგეხმარებათ ჩამოყალიბებაში, დაგეხმარებათ ამ პროცესის დაჩქარებაში, დაგეხმარებათ იმაში, რომ უფრო კარგად და უფრო სწორად, უფრო ნაყოფიერად გაანალიზოთ საკუთარი თავი და მოდით ახლა დავამატოთ სხვა არკანები. რა ელოდება მეორე ვარიანტს აგვისტოს თვეში? ნახოთ აბა. ნუ როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, აქ უფრო მეტად ჩანს საკუთარი თავის შესწავლა, თვით ანალიზი, თუმცა მიუხედავად ამისა, აქ იქნება საკმაოდ მოულოდნელი მოვლენებიც ძალიან ბევრ რაღაცეებში და ნახეთ მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა, ფორტუნას ბორბალი ამოვიდა, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ ძალიან ბევრი უსაბედი მოვლენები შეიძლება იყოს, ამიტომაც მაინც და მაინც რაღაც კონკრეტულ სცენარს და კონკრეტულ გეგმას ნუ დაისახავთ მიზნად, იყავით მზად მოულოდნელი ცვლილებებისთვის და მე აქ არ გულისხმობ არც დადებით და არც უარყოფით ცვლილებებს, ასევე იყავით მზად იმისათვის, რომ შეხვდეთ თქვენს ყველაზე მძლავრ ტკივილებს. და რას გულისხმობ შეხვედრაში? შეხვედრაში არ გულისხმობ იმას, რომ თქვენ ყველაზე მეტად რისიც გეშინიათ, იმას შეხვდებით. არა. მე ვგულისხმობ იმას, რომ თქვენ ყველაზე მეტად გულის სიღრმეში რაც გაქვთ ჩარჩენილი
ტკივილები, წყენა, ბრაზი, ეს ყველაფერი ამოვა ზედაპირზე. ყველასთან, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური ინტენსიურობითა და ინდივიდუალური გზებით, მაგრამ ამოვა. და ნახეთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის შეხედოთ ამ ყოველივეს როგორც თვით თერაპიას, იმიტომ რომ გავიმეორებ, მეორე ვარიანტი თქვენთვის აგვისტოს თვე არის ერთგვარი თვით თერაპიის თვე, სადაც თქვენ ხვდებით თქვენს ბნელ მხარეს, გავიმეორებ რომ ბნელი მხარე 1000 ჯერ მithქვამს არ ნიშნავს ავტომატურად ცუნს ან ბოროტს, ბნელი მხარე ნიშნავს ჩვენს უარყოფილ მხარეს, სადაც ჩვენ ჩავდგუნეთ ჩვენი ემოციები, ჩვენი ფიქრები, ჩვენი ტკივილები, ჩვენი რაღაც სირცხვილებიც კი ხო? ასევე გელოდებათ საკმაოდ ნაყოფიერი, სტაბილური და მყარი შრომა სხვათა შორის, ამიტომაც ფინანსურად მეორე ვარიანტი ძალიან მყარად იდგებით. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს აგვისტოს თვეში. რა გელოდებათ? არკანი ვარსკვლავი. შეხედეთ რამდენი უფროსი არკანი არის, თქვენ აქ გელოდებათ საკუთარი თავის შესწავლა და აგვისტოს თვე თქვენთვის იქნება ძალიან მძლავრი საბედისწერო და საკეთილდღეო ტრანსფორმაციის პერიოდი, სადაც თქვენ შეძლებთ რომ გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. რა თქმა უნდა, ზოგი თქვენგანი აგვისტოშივე შეძლებს რომ გახდეს, უფრო აგვისტოს ბოლოსკენ, მაგრამ უმეტესობასთან რეზონირდება როგორც უბრალოდ დასაწყისი. როგორც უბრალოდ საწყისი გზა თქვენი საუკეთესო ვერსიისკენ. დავამატოთ მესიჯი სამყაროსგან აგვისტოსთან დაკავშირებით, რა მესიჯი აქვს სამყაროს მეორე ვარიანტისთვის აგვისტოს თვესთან დაკავშირებით. შეკარი წრე. ჯანსაღი საზღვრები ყოველთვის მნიშვნელოვანი არის ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. მეგობრებო, ნებისმიერ ურთიერთობაში იქნება ეს მეგობრული, სასიყვარულო, თუ როგორი ურთიერთობა, კოლეგიალური თუ როგორი, არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან დიდ როლს თამაშობს ჯანსაღი პირადი საზღვრები. ამიტომაც, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეცით პატივი საკუთარ, გავიმეორებ საკუთარ პირად საზღვრებს და რა თქმა უნდა, ეცით პატივი ირგვლივ მყოფების თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების პირად საზღვრებს. თუ ადამიანი ამბობს, რომ რაღაც არ სურს, რაღაც არ მოსწონს, არ სიამოვნებს, აძალებთ მორაფერს, ხომ? და გარდა ამისა, მკაცრად დაიცავით საკუთარი პირადი საზღვრები. თუ ადამიანს ეწყინათ ის, რომ ადამიანებს წყინთ ის, რომ უგასრავად თქვენ დაიცავით თქვენი პირადი სივრცე და უთხარით, რომ აი, იცი, მე ახლა ამისა და ამის გაკეთება მინდა და არ მცალია, ან რაღაც მსგავსი, მით უმეტეს თუ თქვენ კულტურისა და ზრდილობის ფარგლებში უთხარით, დამიჯერეთ, ესე იგი ადამიანს სურდა, რომ რაღაც წყენოდა. ასევე რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სიმკაცრე თქვენი პირადი საზღვრების დაცვაში. თუ თქვენ არ გაგაჩნიათ თქვენი პირადი საზღვრები, ასე ფიქრობთ, მაშინ დროა დაიწყოთ მათი აშენება, მათი აგება და მათი დაცვა. თუ საჭიროა, მათი მკაცრი დაცვაც. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები და ბედნიერი ნაყოფიერი თვე.